შემდეგი არის სიმაღლის რეგულირება. სიმაღლის მარეგულირებელი მოთავსებულია ტონარმის ძირში. ის აკონტროლებს მკლავის სიმაღლეს და მეტად მნიშვნელოვანია, რადგან თუ მკლავი ძალიან დაბლაა, ნემსი სათანადოდ ვერ ჩაჯდება ღარში. თუ ძალიან მაღალია, იგივე პრობლემაა, თუმცა, როდესაც ტონარმი მთლიანად ფირფიტის პარალელურია, ნემსი შესანიშნავად ჩაჯდება ღარში და გამოსცემს სრულყოფილ ხმას. ახლა მოდით გადავიდეთ queuing მოწყობილობაზე, ანუ ლიფტზე. ეს მოწყობილობა მდებარეობს სიმაღლის მარეგულირებლის გვერდით და მისი მეშვეობით შეგვიძლია ფრთხილად და ზუსტად დავდოთ ან მოხსნათ ნემსი ფირფიტიდან. თქვენ შეიძლება იფიქროთ, რა შემჭირდება ეს ისულელე, თუ მე შემიძლია ჩანაწერზე ხელით დავდო ნემსი. queuing მოწყობილობა ხელს უშლის ტონარმს გვერდით უნებურ გასრიალებას, რამაც შეიძლება თქვენი ჩანაწერი დააზიანოს. სამწუხაროდ ჩვენი ხელები არც ისე ზუსტია, ამიტომ უმჯობესია გამოიყენოთ ეს მოწყობილობა ყოველ ჯერზე თქვენი ჩანაწერების დაკვირისას. ახლა გადავიდეთ გამშვებ ღილაკზე. ღილაკის ფუნქცია საკმაოდ მარტივია. მისი მეშვეობით ძრავი იწყებს და აჩერებს მოძრაობას, რომელიც თავის მხრივ ატრიალებს როგორც თერფს, ასევე ჩანაწერს.